სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას ახორციელებს. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს კანონით გათვალისწინებული ის პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის შეკითხვაზე დამატებით რა მხარდაჭერა იგეგმება ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვანმა მედიასთან შეხვედრაზე უპასუხა. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოქნილი გავხადოთ მათთვის ჩარიცხვის პროცედურები წელს შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და დარგობრივ მინისტრთან სამინისტროსთან ერთად კიდევ ვიმუშავეთ ჩვენმა სამინისტრომ და გარკვეული პროცედურები დახვეწილია. ჩვენ ამ კუთხით მზათა ვართ, რომ ჩვენთვის ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გავხსნათ კარები, რომ მათი ასე ვთქვათ სოციალიზაცია, მათ შორის განათლების სერვისების უზრუნველყოფა მაქსიმალურად იყოს ღია. ამიტომ თუ არის რაიმე დარჩენილი, რისი გაკეთებაც კიდევ შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, ჩვენ მზათა ვართ, ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის, თანამშრომლობისთვის, წინადადებისთვის და მყისიერად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა დღეს დაიწყო, არის უფრო დახვეწილი ვიდრე შარშან იყო და ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველოში სწავლა გააგრძელოს, სულად შევუწყოთ ხელი.